მოგესალმებით ყველას, თქვენ უყურებთ GeoStalks. ეხლა არის ნოემბრის თვე, მე ვიმყოფები ენგურ ჰესზე და არის ესეთი კომპანია, ენგური ატრაქცია, რომელიც ატარებს ტურებს ენგურის თაღოვან კაშხალზე და მის მიმდებარე, ასე ვთქვათ, ნაგებობებზე. საკმაოდ საინტერესო ტურები არის და მოდით ვნახოთ, რის დათვალიერება შეგვიძლია. მეგობრებმა დაბადების დღეზე მაჩვენეს GoPro 12, სამწუხაროდ უსადენო მიკროფონი ამას არ უერთდება სპეციალური მოდულის გარეშე, რომელიც გამოვიწერე და ჯერ არ ჩამოსულა. იმედია ხმა კარგად იწერება, იმიტომ რომ საკმაოდ ქარიანი ამინდი არის. თუმცა თუ შევატყვე რომ ვერ იწერს კარგად ხმას, ჩავიწერ ძველად ჩემი სონის კამერით და უსადენო მიკროფონით, მოკლედ ვნახოთ რა იქნება. და გადავინაცვლოთ ახლა ენგურის კაშხალზე, შუაში ვართ, ჩემს უკან არის ფარების ხამწევი მოწყობილობა. წყალი მინდა გითხრათ საკმაოდ დაწეული არის. თითქმის დაცლილია ენგურის აუზი. და გადავიდეთ ახლა მეორე მხარეს. ესეც არის ინფორმაცია ენგურ ჰესის მშენებლობის შესახებ. ესე მიმდინარეობდა ენგურის თაღოვანი კაშხლის მშენებლობის პროცესი. ხოლო აქედან შეგვიძლია გადმოვიხედოთ ესეთი პატარა აივნიდან, საიდანაც ძალიან მაგარი ხედები იშლება. აქ ზაფხულში კიდე ზიპლაინის მოწყობა იგეგმება და ვფიქრობ იქნება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და შთამბეჭდავი ზიპლაინი. 2021 წელს მოხდა ისე რომ ვერ გაიხსნა ქვედა ესე ვთქვათ გეითები და მოუწიათ ზედა გეითების გახსნა, ისიც რაც ბოლო მომენტში, იმიტომ რომ გაჭედილი იყო და წყალი რო არ გადასულიყო ზემოდან კაშხალზე, რაც ბოლო მომენტში მოასწრეს. ხოლო ავარიული გეითების გასახსნელად არის ეს ყვითელი ფერის ამწე 200 ტონიანი, რომელიც ბორბლების მეშვეობით ერთიან დაგზე დადის და შესაბამის, ასე ვთქვათ, ფარს წევს ზემოთ. ეხლა ჩვენ გადავინაცვლეთ წყალმიმღებ შენობასთან. ზემოთ დგას, ესე იგი, დანადგარები, რომლის მეშვეობითაც წყალმიმღების გვირაბების, ასე ვთქვათ, დამცავები, ესეთი ბადეები ამოდის ან ჩამოდის. აი ესე გამოიყურება. ზემოთ არის ძრავები, რედუქტორები და ქვემოთ უკვე ბაგირების მეშვეობით აი ეს წყალმიმღების ბადეები დადიან ზემოთ ქვემოთ. აი ესე გამოიყურება აი ეს ბაგირები. ესე იგი წყალშემკრები მდებარეობს 105 მეტრის სიმაღლეზე, ანუ ბევრად უფრო ქვემოთ და აი ესეთი კონსტრუქციის მეშვეობით ის 40 ტონიანი ფარები ესე ზემოთ და ქვემოთ დადიან. 3 დღე არის საჭირო იმისთვის, რომ სადერევაციო გვირაბის წყალმიმღები სრულად ჩაიკეტოს და მერე უკვე იცლება გვირაბი წყლისგან და შემდეგ შეიძლება რაღაც სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ეს პირველი და ეს მეორე, ასე ვთქვათ, ჩამკეტი. აი აქ არის განლაგებული. ესეთი დიდი მონუმენტური ბეტონის შენობა. ესე იგი აქ არის ძრავები, რედუქტორები და თვითონ ეს გორგოლაჭები, რომლებიც ტრიალებენ. აქ იხვევა რკინის ბაგირი, რომლის მეშვეობითაც დამცავი ბადეები ამოდიან და ჩამოდიან. აი ესე გამოიყურება ამ ყველაფრის სამანქანო დარბაზი. 4 აი ესეთი ბაბინა არის, რომელიც იხვევს ამ ბაგირს. ესე იგი, როგორ მუშაობს ენგურ ჰესი? ეს არის ჯვრის წყალსაცავი, ეს არის ენგურის თაღოვანი კაშხალი, აქ არის წყალმიმღები, ორი ესეთი მილი არის, აი ეს ორი დამცავი ბადე, აი ამ კონსტრუქციის მეშვეობით ამოდის, ჩამოდის. აქ კიდე არის ცალკე წყლის მიმღების შენობა და კიდე საკეტები არის. აქ შუაში არის ორი ჰიდრავლიკური საკეტი. და მე 100 მეტრში აქედან ეს გვირაბი ერთიანდება, ორი გვირაბი ერთიანდება ერთ სადერევაციო გვირაბში, რომლის დიამეტრი არის 9 მეტრი და სიგრძე არის 15 კილომეტრი.
გამოდის უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის ტერიტორიაზე და ესეთი 5 დიდი მილის მეშვეობით 150 მეტრის სიმაღლიდან წყალი ჩამოდის უკვე მიწისქვეშა ტურბინებზე, სადაც მიდის უკვე ელექტროენერგიის გამომუშავება და უკვე გადამუშავებული წყალი მიდის გალის რეზერვუარში. და აქ არის კიდევ ვარდნილ-ჰესი 1, რომელიც დაახლოებით 70 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ხოლო აქ 1300 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს უკვე უშუალოდ მიწისქვეშა ჰესი. აი ეს ვარდნილ-ჰესი 2, 3 და 4 სამწუხაროდ აღარ ოპერირებს, ვინაიდან აფხაზეთის ომის პერიოდიდან მან ყველაფერი გაიძარცვა და შესაბამისად უკვე აქ ელექტროენერგია აღარ გენერირდება, ხოლო წყალი შავ ზღვაში მიედინება. თვითონ შავი ზღვა არის ამ ენგურ-ჰესის კაშხლიდან 50 კილომეტრში. აქ არის კიდე საინტერესო ესეთი აკვედუკი, სადაც ჩვენ მოგვიანებით მანქანით გადავალთ. და ვეცდებით კიდე მაქსიმალურად რაღაცეები დავათვალიეროთ. მოკლედ გვიყურეთ. ესეც წყალმიმღების აივანი, საიდანაც ზაფხულში ხოლმე ტურები ტარდება ნავებით ენგურზე. ერთხელ ვარნამყოფი კიდევაც. აი ესეთი ხედები იშლება აქედან. ესეთი უზარმაზარი მონუმენტური ნაგებობა. ეხლა გადავინაცვლებთ ამ დახურულ გვირაბში. სულ კი მაინტერესებდა შიგნით რა არის, მაგრამ როგორც იძახიან, ეს გათხარეს იმისთვის, რომ შიგნით ჩაეტარებინათ ლაბორატორიული რაღაცა კვლევები ამ კლდოვანი ქანების, სანამ დაიწყებდნენ ენგურ-ჰესის მშენებლობას, ხოლო ეხლა აქ არის საწყობი. მოკლედ ამ გვირაბში არის გაკეთებული ესეთი გალერეა, გამოფენა. საქართველოს სხვადასხვა მხარეებიდან აღმოჩენები არის ესე დატანილი აქ შუშაზე. ესეთი სილამაზე არის. საკმაოდ ლამაზი და საინტერესო გამოფენა არის. აქ ესეთი ვიდეო არის ჩართული. გადავინაცვლებთ ადმინისტრაციულ კორპუსისკენ, სადაც უნდა უყუროთ დოკუმენტურ ფილმს ენგურ-ჰესის მშენებლობაზე. ესე ჩემი ბამბლბით ვკატაობთ ენგურის თაღოვან კაშხალზე. ესეც ენგურ-ჰესის კინოდარბაზი. ესე ლამაზად არის ყველაფერი გაკეთებული. და მოდი შევიხედოთ შიგნით ნაჯობად. Populares Marcelo Kinoteatri, Populares Archives. ესეც კინოს დარბაზი. You will not come across any hydrological textbook in the world where the Engur Dam is not discussed in detail as a classic model of our construction during communist times. But that was just the beginning. ფილმის ჩვენების შემდეგ ჩვენ გადავინაცვლეთ გალერეაში, სადაც საკმაოდ საინტერესო ესეთი არტ ობიექტები არის განლაგებული. ესეთი რკინის ბადისგან არის შექმნილი ადამიანის ფიგურა, თან არაერთი პატარა ბაჭია. და ესეთი საინტერესო გალერეა არის, რომელიც მე ვფიქრობ აუცილებლად სანახავი არის და ვფიქრობ საქართველოში მსგავსი ტიპის მუზეუმი და მსგავსი ტიპის გამოფენა ნამდვილად უნიკალური არის. ამიტომაც აუცილებლად ჩამოდით ენგურ-ჰესზე და დაათვალიერეთ აქაურობა. ახლა გადავინაცვლებთ გადასახედზე.
სადაც პრინციპში თავის დროზე ყველა ტურისტს უშვებდნენ და ეხლაც ანუ ყველაზე ისეთი ხელმისაწვდომი ვარიანტი არის რომ აქედან შეხედოთ ენგურჰეს. იდეაში მე აქედან უნდა ვაფრინო დრონი, იმიტომ რომ ქარი ცოტა ჩაწნარდა და მინდიც გამოვიდა შესანიშნავი. ამიტომაც ვიფრინოთ. გადმოსახედი და კვლავ აი ესეთი უცვლელი დიდებული ხედი არის ენგურის თაღოვან კაშხალზე. წყლის სურათი ესეთი პატარა გასართობი არის და შეგიძლიათ გადაწევა გადმოწევით აწყოთ პაზლი. ცოტა იჭედება რაღაც მომენტებში. ესეც ქვემოთ. ეხლა ჩვენ გადავინაცვლებთ დისკურ ჰიდრავლიკურ საკეტებთან ამ გვირაბში, რომლის ბოლოთაც არის სამართალო დარბაზი. ესეც ჰიდრავლიკური დისკური საკეტების დარბაზი. ორიც არის ესეთი ჰიდრავლიკური საკეტი არის. ამ ჰიდრავლიკურ საკეტს სჭირდება 3 დღე იმისათვის რომ სრულად გაიღოს ან ჩაიკეტოს. ზემოდან არის რამდენიმე ესეთი ეგრეთ წოდებული bypass მილები და ესე იგი სანამ გაიხსნება ეს დისკური საკეტი საჭიროა რომ მთლიანად 15 კილომეტრის სიგრძის გვირაბი 30%-ით აისოს წყლით, აი ამ პატარა bypass მილების მეშვეობით და მხოლოდ მაგის მერე არის შესაძლებელი რომ გაიხსნას ჰიდრავლიკური საკეტი, ვინაიდან არ მოხდეს ჰიდრავლიკური დარტყმა და არ დაზიანდეს უკვე სადერევაციო გვირაბი. და ამ ბანერზე არის კაშხლის გვირაბების სისტემა დატანილი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით აქ. აი ამ გვირაბის მეშვეობით ჩვენ მანქანით შემოვედით. კონკრეტ აი ესეთი საინტერესო სქემა არის. და დისკური ფარების დარბაზიდან ჩვენ ახლა გადავინაცვლებთ სადერევაციო გვირაბის ჰერმეტულ კართან. ახლა დაკეტილი არის და განახებთ თუ როგორ გამოიყურება იგი ასეთ დახურულ მდგომარეობაში. და მოკლედ ჩვენ მივედით სადერევაციო გვირაბის შესასვლელთან. აქ არის ესეთი პატარა ბეტონის პორტალი, რომლის ბოლოსაც არის უზარმაზარი ჰერმეტული კარი, რომელიც ახლა არის დაკეტილი. აქ ცოტა წყალი დგას. ვიწევს გადაადგილება. ცოტა აქედან წყალი ჟონავს. მაგრამ მე ვფიქრობ, აქ ახლა წყალი რო გაუშვან სრული, ასე ვთქვათ, ნაკადით, ეს კარი კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, ჩაჯდება თავის ჩარჩოში და აქედან წყალიც აღარ გავა. აქ არის პატარა მანომეტრი, რომელიც ზომავს წყლის წნევას, მაგრამ ახლა შიგნით წყალი არის ალბათ აი ძალიან ცოტა, იმიტომ რომ წყლის დონე არის დაწეული და საჭიროების შემთხვევაში იხსნება აი ეს ორი ცალი სამაგრი. ეს ჰერმეტული კარი იღება, ესე იგი აი ესე, ჩემგან ხელმარჯვნივ და შიგნით. შესაბამისად, იქიდან წნევა რო აწვევა ამ კარს, ფიზიკურად ვერც გააღებს. ხოლო უკვე ზაფხულში, როცა წყლის მაღალი წნევა არის, აქ საკმაოდ ხმაურიანი ადგილი არის და ყველაფერი ზანზარებს. და მოდით ახლა გადავინაცვლოთ ისევ მანქანასთან. ახლა გადავინაცვლებთ ნელ-ნელად გასასვლელისკენ. აქ ხელ მარცხნივ არის ერთი პატარა გვირაბი, რომელიც მიდის უშუალოდ უკვე თაღოვან კაშხალში და არის ერთ-ერთი სავენტილაციო გვირაბი, რომლითაც ასე ვთქვათ, ნიავდება მთელი ენგურჰესის კაშხალი, რათა შიგნით არ დაგროვდეს ნესტი და არ დააზიანოს უკვე ბეტონის კონსტრუქცია. აი ესეთი გრძელი უზარმაზარი გვირაბია. აქაც კიდე გვირაბი მიდის ისევ კაშხლისკენ, მაგრამ აქ ჩვენ ახლა აღარ წავალთ. ახლა ჩვენ გადავინაცვლეთ ეგრეთ წოდებულ 315 გვირაბთან. ძალიან ეპიკური ხედები არის აქედან და რა ვიცი, აი წარმოიდგინეთ უბრალოდ თბილისის ტელეანძაზე მეტრანახევრით უფრო მაღალი ბეტონის ნაგებობა.
ჩემი Bumblebee. ესეც გვირავი 315. ესეც შესასვლელი. ლამდერეფანის მეშვეობით ჩვენ გადავადგილდებით ნიველირების ოთახში, რომლის მეშვეობითაც ძველად ხდებოდა ამ კაშხლის გადახრის კუთხის გაზომვა. ხოლო ეხლა აქ არის პატარა ესეთი გამოფენა გაკეთებული. აქ არის სურათები ამ უთესის მშენებლობიდან და რაღაც კიდე ექსპონატები. ხოლო ეს იყო ნიველირების ოთახი, სადაც ხდებოდა ამ კაშხლის დახრილობის კუთხის გაზომვა. აქ რაღაც ძაფი არის გავლებული ამის მეშვეობით. აქაც ესეთი საინტერესო ინსტალაცია არის. ენგურჰესის მშენებლობის პროცესი არის ესე აღბეჭდილი. ძალიან ლამაზად არის ეს ყველაფერია განლაგებული. მოკლედ აი ამ მილაკების მეშვეობით ხდებოდა დასხმული ბეტონის გაგრილება, ანუ აქ უშვებდნენ ცივ წყალს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით თხევად აზოტს უშვებდნენ და თვითონ დასხმული ბეტონი ამით გრილდებოდა და შესაბამისად ეს იცავდა კონსტრუქციას ზედმეტი ბზარებისგან და ესეთი მოკლედ საინტერესო ტექნოლოგია იყო თავის დროზე. და ეს ის არის, რაც გვაწამებდა მთელი ბავშვობა, კერასინის ლამპა, რომელზეც ვაკეთებდი ხოლმე სკოლაში გაკვეთილებს. ხოლო ეს არის ესეთი საინტერესო ინსტალაცია. ახიერაძის მიერ არის შექმნილი ეს ფიგურა კონკრეტულად. ზის ინჟინერი და მუშაობს ნახაზებზე. აქ ცოტა მოშორებით აჩვენებენ ენგურჰესის მშენებლობის პროცესის კადრებს. ძველი საბჭოთა კადრები არის. ხოლო ეს არის პერიმეტრალური გვირავი, რომელიც მიდის ესე დიაგონალურად ქვემოთ და გამოდის უკვე კაშხლის მეორე მხარეს. ხოლო აქ არის ესეთი საინტერესო ინსტალაცია. აქ კიდე ერთი გვირავი ადის ზემოთ. კაშხლის აგებულების ჭრილი გადახრის დიაპაზონით, ესეთი საინტერესო ბანერი არის. ხოლო ეს არის უშუალოდ მშენებლობის ინსტალაცია. საკმაოდ ისეთი ლამაზი და საკმაოდ ისეთი არაჩვეულებრივი კონსტრუქციით არის გაკეთებული. თვითონ ადამიანები არის ესეთი ბადის აწყობილი. ეს რაღაც კიდე ტექნიკური გვირავი. აქეთ არის კიდევ ერთი გასასვლელი, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ წყლის ფარები და ესეთი მოკლედ პატარა საინტერესო აივანი. გაზიარების შტაბ-შტილება, ესეთი შტაბ-შტილებების გაზიარების ოთახი, სადაც იკეტები. მოკლედ ძალიან მაგარი და ძალიან საინტერესო ტური არის. ყველას გირჩევთ ჩამოხვიდეთ, დაათვალიეროთ ენგურჰესი. ძალიან დიდი მადლობა ენგური ატრაქციას. მოკლედ გირჩევთ, აუცილებლად დაათვალიერეთ. და ნელ-ნელა უახლოვდება დასასრულს ჩვენი ექსკურსია ენგურის თაღოვან კაშხალზე. ეხლა ნელ-ნელა მივალთ ჩვენს მანქანასთან, ამოვალთ ისევ ზემოთ, ვაფრენ დრონს. და დავიძრებით კიდევ განახებთ ერთ ადგილს. ესეთი აკვიდუკი არის, ორი არის, ერთი საქართველოს კონტროლირება ტერიტორიაზე და მეორე უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში და საქართველოს ხარის რომელიც არის, მაგას გაჩვენებთ. მე მგონი ძალიან ბევრი სურათიც იქიდან არ არის არც ვიდეო მასალა. და ჩვენ დავიძარით ენგურის თაღოვანი კაშხლიდან აკვედუკის მიმართულებით, დაახლოებით 20 წუთში ვიქნებით მანდ და
უკვე მანდედან ჩაგერთვებით. და მოკლედ, ჩემს უკან არის ენგურჰესის აკვედუკი, რომლის მეშვეობითაც წყალი თაღოვანი კაშხლიდან მიდის ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე. აი ესეთი მონუმენტური ნაგებობა არის. და ვეცდები ხა ავიდე ზემოთ და გადავიღო ის ყველაფერი ზემოდან. და ამოვედით ცოტა ზემოთ. აი ესეთი ხედები იშლება აქედან. აქ პატარა ხიდივით არის, რომლის მეშვეობით შეიძლება იქით გავლა. ხოლო ამ კიბის მეშვეობით ეხლა ვეცდებით ავიდეთ ზემოთ. ესეც ენგურჰესის აკვედუკი ზემოდან აი ესეთი მაგარი ხედები იშლება. და ესე მივსეირნებთ აკვედუკზე. აი სიმაღლე კი არის. აი წინ ჩემი ყვითელი მანქანა დგას. და აი ესეთი ხედები არის. და პრინციპში ამით ჩვენი ექსკურსია ენგურჰესზე დასრულებულია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ენგური ეთრექშენის ადმინისტრაციას ამ შესაძლებლობისთვის. მართლა ნამდვილად ძალიან მაგარი სანახაობა არის. თუ კი ვინმე დღემდე არ ყოფილხართ ენგურჰესზე ექსკურსიაზე, აუცილებლად ჩაეწერეთ, დაათვალიერეთ. ამაზე მაგარს ნამდვილად ვერაფერს ვერ ნახავთ, თუ კი მოგწონთ ტექნოგენური ესეთი ნაგებობები. ხოლო მე გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, დასვით ლაიქი, დაწერეთ კომენტარი და ეს ვიდეო გააზიარეთ მეგობრებში სოციალურ ქსელებში. მომავალ შეხვედრამდე.